საქმეზე მილაძე საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას კიდევ ერთხელ აფასებენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროში. მინისტრის პირველი მოადგილის ბექა ძამაშვილის განმარტებით აღნიშნული გადაწყვეტილება ადგენს ბალანსს გამოხატვის თავისუფლებასა და ადამიანის სხვა უფლებებს შორის. ძამაშვილის განცხადებით ევროპული სასამართლო სრულად დაეთანხმა, რომ ვირტუალურ სივრცეში, ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის ფორმა არათუ ნაკლებ შეიძლება უფრო მეტ საფრთხეებსაც შეიცავდეს და ამიტომ სახელმწიფოს აქვს ლეგიტიმური უფლება მაქსიმალურად მკაცრად შეზღუდოს და დაარეგულიროს გამოხატვის ასეთი ფორმები. იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, სოციალურ ქსელებში გამოხატვის თავისუფლება სხვისი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს. იმ ორგანიზაციისთვის, რომელმაც საჩივარი წაიღო სტრასბურგის სასამართლოში, ეს გადაწყვეტილება ძალიან მძიმეა. რადგან ისინი საერთოდ საპირისპიროს ამტკიცებდნენ, მათი ასე ვთქვათ, მცდელობა იყო ეჩვენებინათ, რომ თითქოს ინტერნეტ სივრცეში ადამიანს შეუძლია ნებისმიერი ლექსიკით, ნებისმიერი ენით ისაუბრონ სხვა ადამიანების წინააღმდეგ, განსაკუთრებით საჯარო მოსამსახურეების და პოლიტიკოსების წინააღმდეგ და ეს უნდა იყოს აბსოლუტურად დაცული. ამისგან აბსოლუტურად საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ, რომელიც მთლიანად რომელსაც მთლიანად გაითვალისწინა იუსტიციის სამინისტროს პოზიცია, ქართული სასამართლოების შეფასებები და აღნიშნა, რომ ინტერნეტ სივრცეში გამოხატვის თავისუფლება ექვემდებარება შეზღუდვას და პირიქით მიზანშეწონილიც არის, რომ ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, რადგან აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს სხვათა უფლებების დაცვა. კონკრეტულ შემთხვევაში აღინიშნა, რომ ნებისმიერი გამოხატვა, რომელიც მიმართული არის სხვისი შეურაცხყოფისკენ, დამცირებისკენ, სხვის მიმართ აგრესიის გამოხატვისკენ, უნდა იყოს შეზღუდული და ქართული კანონმდებლობით აბსოლუტურად ლეგიტიმურად არის ეს შეზღუდვა დაწესებული და უფრო მეტიც შეფასება გაკეთდა როგორც კანონმდებლობაზე, ასევე სასამართლო პრაქტიკაზე, ქართული სასამართლოს პრაქტიკაზე და პირდაპირ ამბობს ევროპული სასამართლო, რომ ქართული სასამართლოებმა ამ კონკრეტულ საქმეში ზედმიწევნითი სიზუსტით დაიცვეს ბალანსი გამოხატვის თავისუფლებასა და სხვათა უფლების დაცვის კუთხით. გადაწყვეტილება არის ძალიან მკაფიო და ეს არის პრეცედენტული. ანუ ყოველ მომავალ შემთხვევაში არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპის სხვა სახელმწიფოებშიც დადგენილი იქნება ის სტანდარტი, რომ განსაკუთრებით ინტერნეტში არ შეიძლება, ასე ვთქვათ, შეუზღუდავი თავისუფლებით ისარგებლოს ადამიანმა, როდესაც მას რაღაცის დაფიქსირება სურს.